მოდით ვნახოთ თუ რა არის მნიშვნელოვანი ციფრები. Მნიშვნელოვანი ციფრები. ესე იგი, ეს მნიშვნელოვანი ციფრების იდეა საშუალებას გვაძლევს, რომ კარგად გავაკონტროლოთ თუ რამდენად ზუსტად გავზომეთ რაღაც. ანუ შეიძლება რაღაც სიზუსტით გავზომეთ, ანუ რაღაც სიზუსტით გვაქვს რაღაც გაზომილი და რიცხვებმა შემთხვევით რომ არ გადმოსცეს თითქოს უფრო მეტი სიზუსტე გვაქვს, ვიდრე ჩვენ გქონდა. ანუ რაღაცნაირად აკონტროლებს იმას, რომ ზუსტად გადმოვცეთ თუ რა სიზუსტით არის რაღაც გაზომვები ჩატარებული. მივხვდებით ახლა მალე იდეას. დავიწყოთ პირველი მაგალითით. პირველ მაგალითში, როგორც ხედავთ, გვაქვს 0 და შეგვიძლია ერთის მხრივ თქვათ 7 მე-1000 და მეორე მხრივ 700 მე-100000. ახლა ვიცი რომ მიჩვეული ხართ იმას, რომ აწილადის ნიშნის მარჯვნივ ნულები შეგვიძლია აღარ გავითვალისწინოთ არანულოვანი ციფრის შემდეგ. მაგრამ აქ წერია რაღაც მიზნით ეს ნულები. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თუ აქ წერია ეს ნულები მიუხედავად იმისა, რომ ნულებია და თითქოს ჩვეულებრივ შემთხვევაში შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ, რადგან ეს გაზომვაა, ანუ რადგან ეს გაზომვის მაჩვენებელი რიცხვია, ეს გულისხმობს, რომ მე-100000-ის სიზუსტით არის ჩატარებული გაზომვა. ანუ ეს რიცხვი რაღაც ინფორმაციას გვაძლევს, რადგან აქ ზის. რომ არ იყოს აი ამ სიზუსტით ჩატარებული და ვთქვათ მე-10000-ის სიზუსტით იყოს ჩატარებული, მაშინ ეს რიცხვი არ იქნებოდა აქ, წავიდოდა. მაგრამ გვაქვს, ესე იგი ნიშნავს, რომ ისეთი ხელსაწყოთი არის რაღაც გაზომილი, რომ მე-100000-ის სიზუსტითაა ჩატარებული. ეხლა აქ მნიშვნელოვანი ციფრები არიან, აი ეს 3. ეს 3, მოდი ესე ვიზამ. ეს 3 არის მნიშვნელოვანი ციფრი. 3 მნიშვნელოვანი ციფრი, ესე დავწერე. ეხლა რატომ ეს 3 და რატომ ესენი არა? იმიტომ რომ ამ რაღაც არანულოვან ციფრს მარცხნივ რაც კი გვაქვს, ყველა არის 0. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება უბრალოდ სხვა განზომილებით ან სხვა სისტემით არის გადმოცემული ეს რიცხვი და ამიტომ გვაქვს ეს ნულები და არა იმიტომ, რომ ამ სიზუსტითაა ჩატარებული, ან იმიტომ, რომ ესენიც გვაძლევენ ინფორმაციას გაზომვაზე. აი, ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ, რომ აი ეს რიცხვი არის კილომეტრი. ანუ აი ამდენი კილომეტრი. ეს რას ნიშნავს? სხვაგვარად, ეს ნიშნავს, რომ თურმე აქ საუბარი არის 700 მეტრზე, ხო? უпростоა 700 რა შეშია 7 მეტრზე. 7 მეტრზე და 2 ნული იქნება. ანუ 1000-ზე რომ გავამბრავლოთ 1, 2 და 3-ით გადმოვა ნიშანი და გავიგებთ რომ 7 მეტრი გვაქვს და კიდევ 2 ნული, ესე იგი სანტიმეტრის სიზუსტით არის გაზომილი. ანუ ეს არის მეტრი. და თუ მე 7 მეტრი გავზომე, მაშინ ამ ნულიანებს რამე შინაარსი აქვს აქ? არანაირი შინაარსი, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, ისევ 3 მნიშვნელოვანი ციფრია, 3 მნ-ს დავწერ ხოლმე მნიშვნელოვანი ციფრის ადგილას, შემოკლების მიზნით. და ამ ნულიანებს არანაირი როლი აღარ აქვს აქ. ესე იგი გამოდის რომ ეს ნულიანები ამ შემთხვევაში უბრალოდ იმაში დაგვეხმარება, რომ როცა კილომეტრებში გადავიყვანეთ რაღაცა სიდიდე, ადეკვატური რიცხვი დაგვეწერა, მეტი არაფერი. ამიტომ აქ გამოგვივიდა 3 მნიშვნელოვანი ციფრი. ეხლა ვნახოთ შემდეგი მაგალითი, ძალიან გავს წინა მაგალითს, როგორც ხედავთ 1000-ის სიზუსტით არის გაზომილი და გვაქვს 2 არანულოვანი რიცხვი. ესე იგი ეს 2 იქნება 2 მნიშვნელოვანი ციფრი. დანარჩენი ანალოგიური სიტუაციაა. შეიძლება გაზომილი გვაქვს ისევ თქვათ კილომეტრები. ეს თუ არის ისევ კილომეტრი, მაშინ აქ საუბარი იქნება უბრალოდ 52 მეტრზე, ხო? მე თუ 52 მეტრი გავზომე, უბრალოდ ამ 2 რიცხვის სიზუსტით მაქვს გაზომილი ჩემი რაღაცა მანძილი ვთქვათ. და ეს ნულიანები აღარაფერ შუაში არ არის, გარდა იმისა, რომ კილომეტრში გადაყვანისას უბრალოდ იწერება, იმიტომ რომ აწილადის ნიშანი გადადის მარცხნივ. ესე იგი ამ სიტუაციაშიც გვაქვს 2 მნიშვნელოვანი ციფრი. შემდეგი. ეს საინტერესო რაღაცაა, ნახეთ. აქ გვიწერია 370 და აწილადის ნიშანი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, ანუ ასეთი ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ ერთეულის სიზუსტით არის ეს გაზომილი. აქ რომ აწილადის ნიშანი არ ეწეროს, ვერ განსაზღვრავდით ერთეულის სიზუსტით არის გაზომილი თუ არა. შეიძლება მაშინ ათეულის სიზუსტით იყოს გაზომილი და ანუ უნდა მიუთითო რაღაცნაირად ეს. და ამ შემთხვევაში ეს გასაგებია, ანუ აწილადის ნიშანი რო არ იყოს აქ, მაშინ მე ჩავთვლიდი რომ ათეულის სიზუსტითაა გაზომილი და ეს ნულიანი უბრალოდ ზის. ანუ ერთეულებში კარგად ვერ ვიტყვით რა არის ამისი მნიშვნელობა. ასე რომ ეს აწილადის წერტილი იმას გვეუბნება, რომ ეს ნულიანიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთეულის სიზუსტით გავზომეთ ყველაფერი. ესე იგი, აქ გვაქვს 3 მნიშვნელოვანი ციფრი. ახლა ამას შევხედოთ. აქ აწილადის წერტილის შემდეგ ნულიანი გვაქვს. ეს რას გვეუბნება, რადგან აქ ნულიანი წერია, ყველა დარწერია, ესე იგი. ეს ნიშნავს იმას, რომ მე-1000-ის სიზუსტით არის გაზომვა ჩატარებული. ამიტომ 3-ვე ციფრი, მოიცა, იმ ფერს გავაკეთებ ისევ, 3-ვე ციფრი იქნება მნიშვნელოვანი. 3-ვე ციფრი არის მნიშვნელოვანი ციფრი. და ახლა შევხედოთ ამ მაგალითს. ამ მაგალითში გვაქვს 75000
75000 კი არა და 705 და 1/1000. ესე იგი, ახლა აქ რა ხდება? აქ კი გვაქვს ნულიანები, რაც მართალია. მაგრამ ორ მნიშვნელოვან, ანუ ორ არანულოვან ციფრს შორის არის ეს ნულიანები მოქცეული. ესე იგი, ესეც გაზომვის ნაწილია, უბრალოდ დაემთხვა, რომ ნულები აღმოჩნდა და არა სხვა ციფრები. ამიტომ ესეც შედის მნიშვნელოვან ციფრებში. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ეს 6-ვე ციფრი არის მნიშვნელოვანი ციფრი. 6 მნიშვნელოვანი ციფრი. ანუ ნულები რომ ყოფილიყო ახლა აქეთ სადღაც თავში ვთქვათ და აწილადის წერტილი აქ ყოფილიყო, მაშინ არ ექნებოდა მნიშვნელობა. ბოლოში რომ ყოფილიყო ნულები, მაშინ ვიტყოდით რომ კი, მაინც მნიშვნელოვანი ციფრია, უბრალოდ იმიტომ რომ სპეციალურად წერიან რომ გვიჩვენოს რომ ასეთი სიზუსტითაა, მაგრამ რადგან შუაში არის უბრალოდ აღმოჩნდა რომ ეს მიიღეს რა, მეტი არაფერი, ანუ ეს ნულები უბრალოდ ნიშნავს იმას რომ მიიღეს ეს რიცხვი. და რეალურად 1000-ების სიზუსტითაა გაზომა ჩატარებული. ახლა მაგალითისთვის რომ მქონოდა უბრალოდ აი ესეთი რიცხვი, ვთქვათ 37000, ვთქვათ 37000. აი ამაზე რას ვიტყოდით? რა სიზუსტითაა გაზომა ჩატარებული? რადგან აწილადის წერტილი არ წერია, ვერ ვიტყვით რომ ერთეულის სიზუსტითაა ჩატარებული, იმიტომ რომ ცოტა ბუნდოვანი არის ეს ჩანაწერი. თუ გვინდა რომ გადმოვცეთ რომ ერთეულის სიზუსტით არის ჩატარებული, კარგი, დავწერთ აწილადის წერტილს, მაგრამ ვთქვათ ერთეულის სიზუსტით არა და ვთქვათ ათეულის სიზუსტითაა. მაშინ რას ვშვებით? ანუ ვეღარ განსაზღვროთ, ეს ახლა ანათეულის სიზუსტითაა დაწერილი, ან ასეულის და ან ათასეულის საერთოდაც, ხო? ანუ ეს არის რაღაც ბუნდოვანი ჩანაწერი. ამისთვის ამიტომ მაქსიმუმ ასეთ სიტუაციაში შეგვიძლია ვთქვათ რომ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი ციფრი.